რა ვთქვი ემიზე, ესე იგი, ეს გაინტერესებდა ამერიკული სატელევიზიო პრემიის Emmy 2026-ის ნომინანტები ცნობილია, აღსანიშნავია, რომ წელს 25 კატეგორიით სერიალი სახელწოდებით პიტი ლიდერობს, ალბათ თუ ასე გაინტერესებდა. ამ მხრივ მეორე და მესამე ადგილებს სატელევიზიო შოუები, ხრიკები და ქრუების ყურე ინაწილებენ. ნომინაციაში საუკეთესო დრამატული სერიალი წარდგენილნი არიან დიპლომატი, ოქროს ხანა, 7 სამეფოს რაინდი, 64, პიტი, ერთ-ერთი მრავალთაგანი და ნელი ცხენები, ეს არის ჩემი ფავორიტი ამ სიაში. საუკეთესო კომედიური სატელევიზიო შოუს ტიტულის მოსაპოვებლად წელს ერთმანეთს ისეთი პროექტები უპირისპირდებიან, როგორებიცაა ებოტ ელემენტარი, დათვი, ხრიკები, მარგოს ფულის პრობლემები აქვს და ისე ვერ მოუგვარებია, ეს არავის უნდა, შენობაში მხოლოდ მკვლელები არიან, თერაპია და ქრუების ყურე, რომელიც ამ ნაწილშიც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს შემდეგი მსახიობები შეარჩევენ: სტერლინგ ბრაუნი, გარი ოლდმენი, მარკ რუფალო, რუფუს სიუელი და ნოა უალი. საინტერესოა, ვინ გახდება მთავარი ტიტულის მფლობელი. ამავე კატეგორიაში ქალთა შორის ნომინირებულნი არიან კერი კუნი, ჩეის ინფინიტი, კერი რასელი და რეი სიჰორნი და ზენდაია. ზენდაიაც ჯასტინის არ იყოს ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ჩანს ამ თუ იმ ღონისძიებაზე. იცვლება თაობები, ამას უნდა შევეგოთ. მე მაინც რაღაცნაირად ძველი თაობის მოტრფიალე ვარ ბოლო პერიოდში. გეტყვით იმასაც, რომ წელს საუკეთესო დრამატული სერიალების სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ცნობილი სატელევიზიო შოუები, გაგკვირდებათ ალბათ, როგორიც არის ეიფორია და უცნაური ამბები. დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. მისი წამყვანი მსახიობი მარიშკა არგიტეი იქნება, ეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამიტომ როგორც მარიშკა ასე მიმართავთ ხოლმე ხშირად ერთმანეთს და გამარჯვებულების ვინაობასაც სწორედ მარიშკასგან გავიგებთ 14 სექტემბერს, როგორც გითხარით. დიდი მადლობა. ლაშა, ამოწურავი ინფორმაციისთვის. საინტერესო ჩამონათვალი იყო სხვათა შორის მსახიობების. ემაზე რა თქვია და მოუყევი ყველაფერი.